Ministros მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში არის მძიმე სოციალური მდგომარეობა და იმას, რომ კონტროლიორების მიერ დაწერილი ჯარიმები არის რეკორდულად გაზრდილი. დოკუმენტი, სადაც ასახულია ის მიმართულებები და თანხის ოდენობა, რომლითაც გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი, დგინდება, რომ მხოლოდ უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმებიდან ქვეყნის ბიუჯეტში მხოლოდ 2 თვეში, იანვარსა და თებერვალში 9 მილიონ ლარზე მეტია. შესული, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2,5-ჯერ მეტია, ანუ 145%-ით არის გაზრდილი. მაყურებლისთვის უფრო მარტივი აღსაქმელი, რომ იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ჯარიმის ფასი არის 20 ლარი, გამოდის, რომ მხოლოდ 2 თვეში კონტროლიორებმა 28,000 ჯარიმა დაწერეს. ჩვენ რა თქმა უნდა ვესაუბრეთ რიგით მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ისინი ამბობენ და საუბრობენ იმ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე და პირობებზე, რაც ქვეყანაშია, რაც თითოეულ ადამიანს აქვს და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ ეს რეკორდულად გაზრდილი ჯარიმები და მათი ღირებულება მათთვის დამატებითი წნეხია. ასევე ამბობენ იმასაც, რომ კონტროლიორებს კონტროლი მაქსიმალურად აქვთ გამკაცრებული და აჯარიმებენ ყველას, მათ შორის მოხუცებსაც კი. ჯარიმები არის გაზრდილი სახელმწიფო ავტოტრანსპორტში მოგზაურობისას. საერთო ეკონომიური გაჭირვება. ამიტომ შეიძლება სხვა რამეზე მოამატონ, აი მაგალითად სიმთვრალეზე, იმაზე, ამაზე, მანქანებზე, მაგრამ ეხლა შემთხვევით თუ ან დაავიწყდა, ან დაკარგა, ან მოპარეს, ხომ და დაუჯერონ ადამიანს. ამიტომ სასიამოვნო იქნება თუ 20 ლარი ეხლა მაგალითად, ხო, ძალიან ბევრია, მაგალითად პენსიონერისთვის არა აქვს ბილეთი 20 თეთრიანს კი იღებს, მაგრამ მაინც 20 ლარი ბევრია. იყოს საწყისი 5 ლარი. შეიძლება ორ გაჩერებაზე გავიდე და 20 ლარი დამაჯარიმონ. მე შეიძლება ის 20 ლარი ერთი კვირა მეყოს. თუ ამდენი ჯარიმები საკრეფაუდა ჩვენ მთავრობას, სხვა რამეზე აკრიფონ. რთულია ლარის გადახდა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ახლა 1 საათი მაგალითად მიდიხარ სამსახურში 1 საათი მოდიხარ, ხო იმ წუთში ხო ვერ წამოხვალ, რომ ვთქვათ არ გადიხადო. ეხლა დღეში 2 ლარი როცა ხელფასი ცოტა პენსიონერისთვის 20 ლარი ძვირია. მეც დამაჯარიმეს ერთხელ დამიბლოკეს მე სანგარიშები და 20 ლარი გახდა 4 თვე იყო რაღაცა 80 ლარი. და ეხლა როგორია ყოველდღე ეხლა 60 ლარი იმას ხო ოჯახიც აქვს, იმ ფასები უსაშველო, ვეღარ ჩაქარი გიყიდია, ვეღარ ვერაფერი გიყიდია. ხალხსაც არა აქვს ეთყობა საშუალება, იმიტომ რომ რო ჩამოდის მოხუცებული და ვერ იღებს ბილეთს, არა აქვს ეთყობა ფული, თორე ხო აიღებენ ბილეთს. ვის უნდა ეხლა 20 ლარის გადახდა, როცა არ იღებს ბილეთი. სტუდენტები ახლა ზოგი სოფლიდანაა ჩამოსული და კაპიკი ფული არა აქვს ჯიბეში, ახლა ინახავს რომ რაღაცა 1-2 ლუკმე იყიდოს, ხო? შევესწარი რომ მოსწავლე დააჯარიმეს, ჩამოიყვანეს ან ავტობუსიდან. ანუ უხსნიდა რომ ტელეფონი ქონდა ბავშვს დამიჯარიმო სტუდენტია 19 წლის სახო, შეიძლება მას მაინც გაუგო. ხალხი იყო შუაგულში, როგორც იცით, კარებთან დგანან, ვერ მოახერხა ადამიანმა გადაწოდება ბარათის რო აიღო. 19 წლის ბავშვი რო ახსნა განმარტებას 10 წუთი უსმენ, მე მგონი ცოტა თავხედური მომენტია რა და ცოტა ადამიანური მომენტი დაკარგული აქვს. კონტროლიორების მიერ დაწერილი ჯარიმები, რომელიც რეკორდულად არის გაზრდილი, არ არის ერთადერთი ჯარიმები, რომელთაც სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება. აქ საუბარია სხვადასხვა ტიპის ჯარიმებზეც, მათ შორის საგზაო წესების დარღვევის შედეგად დაწერილ ჯარიმებზე, რომელთაც ასევე მილიონობით ლარია სახელმწიფო ბიუჯეტში შესული. შესაბამისად, ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს დანაკლისი, აქვს პრობლემები და სწორედ ასეთ ცდილობს ახლა ხელისუფლება ადამიანების მიმართ გამოწერილი ჯარიმებით, სწორედ ამ დანაკლისის დაბალანსებას და შევსებას. ყველა მიმართულებით ცდილობს სახელმწიფო ჯარიმების ზრდას, ჯარიმების ასე ვთქვათ საშემოსავლო ნაწილის ზრდას და ეს მიუთითებს ერთ რამეზე, მხოლოდ რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ცენტრალურ ბიუჯეტს აქვს პრობლემები და ნებისმიერი ფორმით ისინი ცდილობენ აი ამ დეფიციტის მეტნაკლებ დაბალანსებას. ჯარიმა ეს არის შეზღუდვის კონკრეტული ფორმა, რომელიც დამერწმუნოთ, რომ ეკონომიკისთვის კარგი არ არის. აქედან გამომდინარე საზოგადოების მდგომარეობა ჯარიმებით, შეზღუდვებითა და რეგულაციებით ვერ გაუმჯობესდება, პირიქით ეს აუარესებს საზოგადოების მდგომარეობას, კერძო სექტორის მდგომარეობას და ამ ყველაფერს უკვე ხედავთ შემდგომში რიცხვებშიც. დაახლოებით 9 მილიარდი ლარი შევიდა წინა წელს ჯარიმებიდან მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს მაჩვენებელი არის ყოველწლიურად მზარდი. და ამავე დროს უნდა ვიცოდეთ რა იზრდება ამის პარალელურად. ხო, ამის პარალელურად იზრდება მაგალითად სუსის დაფინანსება, რომელიც 380 მილიონი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, მარტო ამ ორ უწყებაში 1,300 მილიონი ლარის ხელფასები
მილიარდი გაიცემა. ისიც უნდა ითქვას, რომ მაგალითად წინა წელს დაახლოებით 550 მილიონი ლარის პრემია დანამატი გაიცეს საჯარო უწყებებში საჯარო მოხელეებზე. და სწორედ აი ამ ფულის და აი ამ ასე ვთქვათ ხარჯების დასაკმაყოფილებლად გადაწყვიტა კობახიძის ხელისუფლებამ, რომ მეტი ფული ამოიღონ მოსახლეობის ჯიბიდან. შესაბამისად, მოქალაქეების ტერორი ჯარიმებით არ ცვლის მათ ადამიანების და მოქალაქეების მდგომარეობას, პირიქით მათი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება და ერთადერთი რაც არის აქედან შედეგი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება, საიდანაც შემდგომ უკვე ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება.